მოგესალმებით, მე ვარ თათია მელაშვილი, 52 წლის. ფიქრობ ახლა როგორ წარმოგიდგინოთ თავი. დღევანდელი მდგომარეობით მე ვარ აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის თანადამფუძნებელი, ესე გახლავთ საქველმოქმედო ფონდი, რომელიც მშობლების მიერ არის დაფუძნებული და სულ რამოდენიმე თვეა დავაარსე ჩემი საკუთარი კომპანია ფრაიბურგის ონკოლოგიური მედიცინის ცენტრის წარმომადგენლობა საქართველოში. ფონდი უფრო ხანგრძლივი ისტორიის არის, 2015 წელს დავაარსეთ მშობლებმა და ეს ის მშობლები არიან, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირველი 10 მშობელი ვიყავით წლების წინ, რომლებმაც დავიწყეთ ამ მიმართულების ზრუნვა და არითგვარი პიონერის როლი გვერგო ამ საკითხებში, ამ გზის გაკვალვაში. ეს სრულებით არ არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავი, ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი თუ ეს ყველაფერი მზად დაგვხდებოდა, მაგრამ არ დაგვხდა და გავაკეთეთ პირველი ეტაპის სერვისები. ეხლა უკვე ამ ფონდის საშუალებით ზრუნავთ უკვე მეორე ეტაპის სერვისების შექმნაზე მოზარდად დასული აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მეც მაგალითად ჩემი შვილი 22 წლის არის, ის აუტისტური სპექტრით არის და მისთვის ქვეყანაში არანაირი სერვისი არ არსებობს და ჩვენ ვცდილობთ რომ სწორედ ამ ადამიანებისთვის შევქმნათ გარემო, რომელიც მათ ხელს შეუწყობს თავიანთი უნარების მაქსიმალურად გამოვლენაში და საზოგადოებაში ინტეგრირებაში. გარდამტეხი როლი ჩემთვის შეასრულა სწორედ ერთის მხრივ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მაინც ჩემი შვილის დაბადებამ და მერე უკვე მისმა აუტიზმის დიაგნოზმა, იმიტომ რომ მიბიძგა იმ საქმისკენ, რომელზეც თქვათ ადრე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, თუნდაც ეს საქველმოქმედო საქმიანობისკენ და ვფიქრობ, რომ ყოველთვის ჯობია იმოქმედო, ჩემი ბუნება ესეთია ყოველ შემთხვევაში, მიმირჩენია ვიმოქმედო, ვიდრე დაველოდო სხვას, თუ ვინმე რამეს როდის გააკეთებს. მეორე ნაწილი ჩემის ცხოვრების, ეს საქმიანი ცხოვრების შეიძლება ითქვას, უფრო საჯარო სექტორს უკავშირდება და კიდევ ერთი ახალი ტრანსფორმაცია ჩემში ეხლა მიმდინარეობს სწორად, რომ 26 წლის შემდგომ ბოლო 2 წელია პირველად მიწევს, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯების გადადგმა კერძო სექტორში, იმიტომ რომ მთელი ჩემი კარიერა საჯარო სამსახურს უკავშირდება, 3 მთავრობის პერიოდში ვიმუშავე შევარდნაძიდან მოყოლებული და ეს ძალიან საინტერესო გამოწვევებით სავსე დინამიური ცხოვრება იყო. 26 წლიდან 19 წელი მენეჯერულ პოზიციაზე გავატარე სხვადასხვა სამინისტროში და ფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შემძინა ამ პერიოდმა, პირველ რიგში ის, რომ ღრმა რწმენა მაქვს უკვე იმის, რომ არ არსებობს საქმე, რომელიც არ გამოვა. უბრალოდ ზოგ საქმეს მეტი შრომა, მეტი ენერგია, მეტი ცოდნა, მეტი სწორი ადამიანების შერჩევა ჭირდება. არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის ჩემი ისტორია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე მომემართა თქვენთვის, არის სწორედ ის აუდიტორია, რომელიც თქვენ გიყურებთ, ის სტუმრები, რომელთაც მე ვუსმენ და ის მსოფლმხედველობა, ის ფასეულობები, რაც მათ აქვს, ძალიან თანხვედრაშია ჩემთან, ვფიქრობ თქვენ მთლიან აუდიტორიასთან და ვიფიქრე, რომ კარგი პლატფორმა იქნებოდა და შესაძლებლობა აი ამ ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ თუნდაც მიმეწოდინა უფრო მეტი ისეთი ადამიანისთვის ხმა, რომელსაც სულ ერთი არ არის სხვა ადამიანების კეთილდღეობა და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ყოფა ჩვენ ქვეყანაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. თუ დაგაინტერესებთ უფრო მეტი დეტალი, მე მზად ვარ ყოველთვის კი პასუხობ. მადლობთ.